ფაქტი ის არის, რომ პოლიტიკური იზოლაციის ხარისხი იზრდება, ევროკავშირიდან დამოკიდებულება იმაზე უფრო მკაცრი ხდება და ზოგადადაც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური გამომხთვის ნიშნები ფაქტობრივად არ ჩანს. პატიმრები ციხეში არიან, ახლებს იჭერენ, ქალი ჟურნალისტი შიმშილობს და ყურადღებას არ აქცევენ მის ამ ასე ვთქვათ მდგომარეობას და ასევე უსამართლობის ხარისხს არ იმჩნევენ საერთოდ რაც ხდება მასთან, ანუ მსახიობებს დაძდევენ, მიზნობრივად ირჩევენ ცნობილ ადამიანებს ისეთებს უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი და სოციალური კრიზისი გვაქვს და პროპაგანდისტული ეიფორია კიდევ უფრო ახალ იმაში გადადის, სპირალში გადადის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ალბათობა იმისა, რომ ეკონომიკური შედეგები ამას მოყვეს კიდევ უფრო მძიმე, შეეხოს კონკრეტულ პირებს, სანქცირების ხარისხი, ანუ ივანიშვილი კია სანქცირებული, მაგრამ ჯერჯერობით ისია სანქცირებული, რომ ბევრი თვალსაზრისი დაინდეს, ხო? მაგრამ დაუშვა და ეს წავიდა კიდევ უფრო შორს. რა ხდება ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ უმსხვილეს კომპანიებზე, რომელშიც მას წილები აქვს, რომელსაც ის ფლობს, ბანკი და ასე შემდეგ. რა მოხდება ამ შემთხვევაში ჩვენ საფინანსო სისტემაში და ეკონომიკაში? იცით რა, მოდით შევხედოთ ინვესტორის თვალით. მე ძალიან ბევრ თავრობის პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან რომ ვსაუბრობ ხოლმე, ერთ-ერთი მომენტი გვაქვს ესეთი, რომ მოდი შევხედოთ ამ სიტუაციას ინვესტორის თვალით. თქვენ რო იყოთ ახლა საქართველოსთვის ინვესტორი, რომელსაც გადაწყვეტილი გაქვთ საქართველოში რაღაცა ინვესტიციის განხორციელება, თქვენი შემოსავლის რაღაცა პროცენტი უნდა დააბადოთ ქვეყანაში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი თქვენთვის არის, რომ იქ არის უსაფრთხო მდგომარეობა თუ არა, მე რო თანამშრომლები მეყოლებიან, რამე პრობლემა ხوار ექნებათ უსაფრთხოების მხრივ და ამ დროს გებულობთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც უნდა გარანტორი უსაფრთხოების, არის მაგნიცკის აქტით. მოხვედრილია სანქციებში მაგნიცკის აქტით, ანუ არაჰუმანური მოპყრობის შეუსვლელობა არაჰუმანური ხო არის სხვადასხვა ტიპის სანქციებია რა ხო სხვადასხვა ტიპის სანქციებია რა კორუფციაზე რაღაც ეს არის მაგნიცკის აქტით არაჰუმანური მოპყრობის მუხლით დასანქცირებული ყავს შინაგან საქმეთა მინისტრი რომელიც მეორე დღეს დააწინაურეს და ვიცე-პრემიერი გახადეს ანუ მარტო ეს ფაქტი რამდენად თქვენ კომფორტს მოგცემთ იმისა, რომ ინვესტიცია განახორციელოთ იმ ქვეყანაში. ყველაფერს თავი გავანებოთ. თუ კი მე ვარ დასავლეთის ფინანსური და საბაზრო წესებით მოთამაშე ბიზნესმენი, რა თქმა უნდა, კომფორტს მომცემს კი რაღაცა გამოვიხედები საქართველოს. მაგრამ თუ კი მე ჩემი კომუნისტური პარტია მიკარნახებ ჩინეთიდან, რომ პოლიტიკურადაც ვარ მოტივირებული და პლუს კიდევ ამისა ადგილობრივი დიქტატორი ჩვენი კაცია. მაგ შემთხვევაში შეიძლება ინტერესი შეიძლება იმდენად არ გამიჩნდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გავაკეთო ეს ყველაფერი, ანუ უფრო სერიოზულად რო ვთქვა, მე თქვენ ახლა მიგანიშნებთ იმ ალტერნატივაზე, რაზეც საქართველოს მართველი რეჟიმი მიანიშნებს თავისიანებს, რომ ხალხო დასავლეთიდან ფული კი აღარ იქნება და ასე შემდეგ, მაგრამ აგერ ამხელად ჩინეთი უზრუნველ გვყობს ფინანსურათო. და რამდენად სერიოზული ალტერნატივა. ასევე ჩვენ ამ დღეებში გავანალიზეთ ჩვენ კომპანიაში რა იყო ზრდის, ასე ვთქვათ, მთავარი ფაქტორები საქართველოსთვის ბოლო 20 წლის განმავლობაში. მთავარი ფაქტორი მაინც ყოველთვის იყო დასავლური კაპიტალი. ანუ ეს იყო პირდაპირ ინვესტიციები თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და გადამოუწყლელი თანხები თუ პროექტები, ძირითადი ზრდის ეკონომიკური ზრდის მომტანი მაინც იყო ევროპა და ამერიკა. მათ შორის ქართული ბანკებისთვის, რომელიც ხერხემალია რეალურად ქართული ეკონომიკის, ისინი არიან ლონდონის ბირჟაზე განთავსებულები და ისინი რეალურად განკარგავენ დასავლური ინვესტორების ფულს. მათ შემოაქვთ საქართველოში ბრიტანული, ამერიკული, უზარმაზარი საფინანსო ინსტიტუტების თანხები, ეზენდობის ხიდი არის აშენებული და ეს არის ძალიან დიდი ფინანსური შემოდინების წყარო. ანუ ჩვენ ესეთ ტიპის ღია ეკონომიკაზე ვართ აწყობილები, რომელიც დასავლურ კაპიტალზე არის რეალურად მიჯაჭვური გარკვეულ დამოკიდებული. ამის ჩანაცვლება რამდენად შესაძლებელია ერთ წელიწადში, გეტყვით შეუძლებელია. პერსპექტივაში თუ საქართველო გადაიქცევა ირანის, ჩრდილოეთ კორეის ტიპის ქვეყნად, რა თქმა უნდა აუცილებლად ეს დროც დადგება თუ ეს მოხდება რა თქმა უნდა ხო რაღაცა პერიოდის შემდეგ გახდება საქართველოს ჩინეთისთვის სრულიად მისაღები ინვესტიციების განსახორციელებელი ქვეყანა
მაგრამ ამისაც საჭიროა რომ საქართველოს უნდა გადაიქცეს აი ამ რაღაც კლუბია ცალკე ხო რაღაც დიქტატორების კლუბი როგორც მინიმუმ საქართველოს ბანკი და თიბის ბანკი აღარ ფიგურირებდეს არ უნდა იყოს რაღაცა ჩინური ბანკი ან რუსული მირი საგადასახადო სისტემა ანუ იმ სისტემას უნდა ჩავეხსნათ კიდევ უფრო პოპულარულ ენაზე რო ვთქვა ასე ვთქვა არა ჩინური ფული რომც მოიტანონ სადაც უნდა ჩაასხან ეს არხები და ეს სისტემა თლიანად არის დასავლური ფინანსური სისტემების წესებით მოთამაშე სისტემა, რომელშიც როგორც კი ამ ტიპის ვირუსი შევა, ის ეგრევე უნდა დაბლოკოს მან და გააჩეროს. წინამძღ შემთხვევაში მთელი ქართული საფინანსო სისტემა შეიძლება ჩამოიშალოს. რამდენი ბიზნესია დღეს ვზა დაიღოს სესხი რუბლში მაგალითად, ან იუანში მაგალითად. ხო, არ არის ეგრე ადვილი. ასე გიგო, ჩანაცვლება უნდა. ჩანაცვლებას, აი ესეთი ჩანაცვლება თუ ვინმე ჩაფიქრებული აქვს, არის აბსურდული სცენარი და არ არის განხორციელებადი არც ერთ შემთხვევაში პოლიტიკური სერიოზული ცვლილებების გარეშე, რომ საქართველოს უნდა მართლა გახდეს ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ბელორუსიის ვარიანტი პოლიტიკურად ამას მინიმუმ ვერ გააკეთა. ტექნიკურადაც ვერ გააკეთა, მეცის ვერ გააკეთა. უშვებთ იმ შესაძლებლობას, რომ აბას თავი დაიწყო ივანიშვილმა რომელმაც ეს თავის რესურსები, ნახევარი ტონა ოქრო და ასე შემდეგ ადმოქაჩეს ყველაფერი, რომ ეს ჩაასხას ეს შეუშვას რესურსად. დელობა შეიძლება ვინმეს თავში ქონდეს, მაგრამ ეს რეალობაში არის შეუძლებელი ამის განხორციელება დღეს საქართველოს. აბა რის იმედად დგავენ ამ ნაბიჯს. კაცო, ეგრე ბაშარ ასადი სალამ გაიქცეოდა იმ დღეს დანიშნა შეხვედრები საღამოს შეხვდებითო და მეორე დღეს ქონდა გაწერილი და ყველაფერი იყოს თითქოს ყველაფერი კარგად იყო რა იმავე საღამოს გაიქცა მოსკოვში ხო ამიტომ ეს გარკვეულწილად არის ასეთ მოჩვენებითი თამაში როდესაც სინამდვილეში რეალობაში თვითონაც კარგად გრძნობენ აი ამაში ვარ დარწმუნებული თვითონაც მართველი გუნდი ძალიან კარგად გრძნობს რომ უფსკულისკენ მიყავს დღეს ქართული ეკონომიკა ნამდვილად ამაზე მე შემიძლია ნამდვილად თქვა რომ უფსკულისკენ მიყავს, აი ძალიან ახლოს ვართ რომ გადავიჭეხოთ და ამას თვითონაც კარგად ხედავენ. თორე ისე ხوار გამოაცხადებდნენ რომ უი 6% არ გვექნება, 3% გვექნება თურმე ერთ დღეში გაანახეროს ზრდის მაჩვენებელი, ხო? ანუ კარგად ხედავენ ამას. აი რეალურ გამოსავალს მართლა მხედავ მარტო არჩევნებში. ახალ არჩევნებში, რომელიც დააწყდარებს პოლიტიკურ სიტუაციას, რომელიც პოზიტიურ სიგნალს მიცემს დასავლეთს, რომელიც პოზიტიურ სიგნალს მიცემს დასავლეთ საფინანსო ინსტიტუტებს და ჩვენ ყოველთვის როცა გქონდა ეკონომიკური კრიზისი, სწორედ დასავლური ინსტიტუტებიდან მოგქონდა ფული. მაშინაც 2020 ომის დროსაც, შემდეგაც კოვიდის დროსაც, ეხლა ეს ფინანსური ბალიში არ გვაქვს და პატარა ქვეყანა ვართ ძალიან. ფინანსური ბალიშის გარეშე ძალიან მაღალ რისკებს ვეთამაშებით. ძალიან მაღალ რისკებს. არ ვიცი, ამდენად კარგად ესმით ეკონომიკა, დღეს ქართული ოცნების მესვეროს და თვლი რომ არ ესმით, მაგრამ რეალურად ხედავენ მაინც ამას. მაგრამ ის ფაქტი, რომ 7ჯერადი იმპორტის რეზერვი გქონდა 3 წლის წინ და ეხლა გვაქვს 2.8ჯერადი რეზერვი, 2.8ჯერადი თვის იმპორტის რეზერვი. ეს უკვე თავისთავად უკვე მიუთითებს იმას, რომ ახლოს ვართ ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ კატასტროფასთან.